სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ცნობილ სპორტულ კომენტატორსა და ჟურნალისტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს ებრაელთა ისტორიისა და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა აღორძინების ფონდის პრეზიდენტს, თბილისის საპატიო მოქალაქეს ღირსების ორდენის კავალერს ჯამლეთ ხუხაშვილს უმასპინძლა. იმ დღეს უნივერსიტეტს ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილიც სტუმრობდნენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სტუმრების სასწავლებლის სამკითხველო დარბაზში მიიპატიჟა, სადაც გაცნობითი შეხვედრა შედგა. ჯამლეთ ხუხაშვილმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნი უსახსოვრა. ისრაელსა და საქართველოს შორის ყოველმხრივი არის ურთიერთობები და ყველა უნივერსიტეტთან კავშირი გვაქვს. დღეს მოვედით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კიდევ აქაც გვინდა რომ გავაღრმავოთ და განავითაროთ ურთიერთობები. დღეს აქ 3500 სტუდენტი სწავლობს. მომავალში ეს კიდევ მეტად გაიზრდება. ჩვენ ვიყავით მეოთხე საერთო, რომ გავხსენით აქ 92 წელს და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ერთიანობას. მე უსურვებ საქართველოს წინსვლას, უნივერსიტეტის გაბრწყინებას და მე მწამს რომ დადგება ის დღე, რომ საქართველოს დაიბრუნეს თავის მთლიან ტერიტორიას. მოგვიანებით შეხვედრა საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ დევნილი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა სტუდენტებისთვის მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სტუმრებს სპორტულ კომენტატორს ჯამლეთ ხუხაშვილს, ისრაელის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს, მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს იაკობ გაგულაშვილს იმ წვლილისათვის, რაც თითოეულ მათგანს შეაქვს ქართულ ებრაული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებაში. დღევანდელი დღე იყო ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის და ოპტიმიზმის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა მისი აღმატებულება ისრაელის ელჩი საქართველოში, მსოფლიო ქართველ ებრაელთა რაბინი, რამდენიმე წარმატებული, გამორჩეული ქართველი ებრაელი, რომელიც მოღვაწეობს ქვეყნის საქართველოს ფარგლებს გარეთ და მართლა ღირსეულები არიან და წარმატებულები თავიანთ დარგში, მაგრამ მას აერთიანებთ ერთი რამ: სიყვარული ქართული სახელმწიფოსადმი. ფესვები, ისინი არიან ამ მიწისშვილები და ორგანიზატორი ამ შეხვედრის ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი. ეს არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს უახლეს ისტორიაში და ერთი ქვეყნის ისტორიაში, არამედ ორი ხალხის და ორი ქვეყნის ისტორიაში. მე ვთვლი, რომ მე არ ვიცი ვის ეკუთვნის ჯამლეთ ხუხაშვილი, საქართველოს თუ ისრაელს. ის ეკუთვნის ორთავეს. ის არის ხიდი ჩვენი დამაკავშირებელი. არა საწყისი, არამედ ღირსეული გამგზელებელი 26 საუკუნოვანი უზარმაზარი ისტორიის და ტრადიციის. ჯამლეთ ხუხაშვილმა მის მიერ განვლილ ცხოვრების გზასა და სპორტულ საქმიანობაზე ისაუბრა. გაიხსენა საინტერესო ისტორიები, აფხაზეთთან მისი ურთიერთობა და ის საფეხბურთო რეპორტაჟები, რომელსაც ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ სრულიად ახალგაზრდა ლეგენდარულ კოტე მახარაძესთან ერთად აფხაზეთის ცნობილი ქალაქებიდან უძღვებოდა. სოხუმელმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად მიაწოდა ჯამლეთ ხუხაშვილის საინტერესო და მრავალფეროვანი ბიოგრაფია. ისაუბრა მის მნიშვნელოვან სამწვრთნელო კარიერაზე. მადლობა გადაუხადა აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებისა და გუნდების მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება შეხვედრა ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილთან, კომენტატორ რეკორდსმენთან, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელთან, თბილისის საპატიო მოქალაქესთან, ადამიანთან, რომელსაც უყვარს მთელი საქართველო, ადამიანთან, რომელიც სარგებლობს დიდი ავტორიტეტით საზოგადოებაში. ბატონი ჯამლეთი ყოველთვის აცხადებს, რომ მას ჯერა საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების და მისი მთელი მოღვაწეობა, როგორც სპორტსმენის, როგორც მწვრთნელის, როგორც საზოგადოებრივ მოღვაწის მიმართულია საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანებისკენ. ამიტომ ამ შეხვედრას ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილთან ლეგენდარულ პიროვნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მინდა უსურვო წარმატებები, როგორც ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილს, ისე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა, მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა ჯამლეთ ხუხაშვილს საიუბილეო წელი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მისი საქმიანობისთვის. ისაუბრეს ქართულ ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობასა და სოხუმის უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ძალზე ემოციური იყო 4 წლის ასაკში საქართველოდან წასული, ახლა უკვე მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის ემოციური გამოსვლა. როგორც იაკობ გაგულაშვილმა აღნიშნა, მას
ისევე სტყივა და უყვარს საქართველო, როგორც ყველა ღირსეულ ქართველს. ჯამლეტი და ჩვენ და ქართველი ებრაელობა სულ ერთი ვართ. ჩვენ ფიზიკურად წასული ვართ აქედან, ხოლო ჩვენ ფიზიკურადაც აქა ვართ, გულითაც აქა ვართ და ვიქნები და დარჩება ასე როგორც იყო ყოველთვის. ჩვენ გვაკავშირებს საქართველოსთან ჩვენი მამა-პაპა, გვაკავშირებს ჩვენი კულტურა. მე სიმართლე გითხრათ, ჩემთვის იყო ეს სურპრაიზი, რომ ეს გამოჩნდა, რომ ის ადგილი, სადაც მოვედი, ეს არის ინსტიტუტი, რომელიც სოხუმის სახელით სარგებლობს. იმ წუთშივე ემოციებით ჯერ ერთი, რომ მე სოხუმი ვიცი ბავშვობიდან, მამიდან, ხოლო მამაჩემი დაბადებული არის სოხუმში. გაგულა შვილების ოჯახი, სოხუმის ზღვა, სურათები მამის ზღვაში როგორ ბანაობდა მიზდებთან ერთად, ოჯახთან ერთად. უცბად ემოციონალურად ყველაფერი ამოტივტივდა ზემოთ. და მე არ ვაძლევ შემთხვევისუფლებას, როცა ასეთ ხალხში ვარ და ჩემს სიმართლეში ვიწვევი, ეს სიმართლე გარეთ არ გამომჟღვნო, ვილაპარაკო, რაც ამაგულში და ვამბო, გააკეთე შვიდობა. ხოლო ჯერ ერთი შვიდობა თუ გვინდა, ჯერ ერთი შიგნით ერში უნდა იყოს აქ შვიდობა. ამას ვამბობ ყოველთვის. ძმების ერთმანეთის დაგლეჯვა და ჩხუბი და ომი, რაც უნდა პოლიტიკური სხვადასხვა აზრები მქონდეს. ეს არის უბედურობა. ჩვენი მამავარი, ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენ არა მარტო წასული ცხოვრობთ, ჩვენ მამავარს ხედავთ და ამიტომ ველაპარაკი ახალგაზრდებს ამ ჩემი ემოციებით, ჩვენ ერთი ვართ უღელანი და დარჩებით ერთი და ღმერთის წყალობით. იმედი მაქვს ამის, როგორც ვთქვი, დრო დადგება, ჯამლეტი გამოაცხადებს სპორტულ დიდ სალამ აფხაზეთში, სოხუმში, იქაურ დარბაზებში მე უსურვებ ჯერ სოფლიოს შვიდობას. იმიტომ აფხაზეთის და სოხუმის დაბრუნება ჩვენსკენ, საქართველოსკენ, ეს იქნება შვიდობა. იმიტომ ჩვენ გვინდა მართლა კარგი ყველასთვის. ჩვენ არ ვეძებთ არაფერი, როგორც იყო მამა-პაპურად. ჩვენ ეს გვინდა ოჯახის დაბრუნება. ეს ბუნებრივია, ელემენტარულია და მე მგონი რომ ყველას უნდა გქონდეს ამის გაგება. ხოლო შვიდობიან გზებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ჯამლეთ ხუხაშვილი უნივერსიტეტის საპატიო სიგელით დააჯილდოვა. ეს ებრაულ-ქართული ურთიერთობა, რომელიც 26 საუკუნოვანი დროს ითვლის, დღეს განსაკუთრებულად გამოჩნდა ჩვენს უნივერსიტეტში. ყავდა არაჩვეულებრივი სტუმრები. ეს არ იყო შეხვედრა მხოლოდ ჯამლეთ ხუხაშვილთან, ეს იყო ნამდვილი ქართულ-ებრაული ისტორიის მქონე შეხვედრა, რომელიც ძალიან დიდი შტაბშტილებებით დამთავრდა. მე ბედნიერი ვარ, რომ შეხვედრა შედგა ჩვენს უნივერსიტეტში. ძალიან დიდი პროექტები შემოვა ამ შეხვედრიდან უნივერსიტეტში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა. საღამო კიდევ უფრო გაალამაზა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ მირონის მიერ შესრულებულმა ქართულმა და ებრაულმა ცეკვებმა.
საფუძველზე ჯამილეთ ხუხაშვილის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფი ცენტრის მიერ მომზადებული ფილმი აჩვენეს. სპორტულმა კომენტატორმა საინფორმაციო ცენტრის შემოქმედებით კოლექტივსა და მის დირექტორს ავთანდილ დავითაიას მადლობა გადაუხადა. როგორც თავად აღნიშნა, ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სიუჟეტია. მე მართალია აფხაზეთში არ გავზრდილ ვარ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი მაქვს გატარებული და შეიძლება ითქვას ლამაზი დღეები აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში. სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, ლესელიძეში. ეს ალბათ არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ მე უკვე 52 წლის სტაჟი მაქვს სპორტული კომენტატორობის და რა თქმა უნდა, რეპორტაჟები წამიყვანია მე სოხუმიდან, ოჩამჩირედან, გაგრიდან, ლესელიძიდან. ჩვენ გქონია მაშინ, როდესაც რეპორტაჟები კი არა, ჩანახატები, იმიტომ რომ ლესელიძეში ყველა საფეხბურთო კლუბი და სპორტული კლუბები ჩამოდიოდნენ და ჩამოდიოდნენ ვამბობ, იმიტომ რომ მე მას მიზეზი ვიყავი ესე გამოდის, ჩამოდიოდნენ და იქ ატარებდნენ თავიანთ შეკრებებს. რა თქმა უნდა, თბილისის დინამო როგორც კალათბურთში, ასევე ფეხბურთში ყოველთვის იყო ლესელიძეში და ლესელიძეში იყო ძმობის აღლუმი, ძმობის ზეიმი. ამ ფილმში კონკრეტულად თქვი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს აფხაზეთი და სოხუმი ჩემთვის. მთელი ბავშვობა იქ ამას გადარებული. და არაერთი რეპორტაჟი წავიყვანია, ჯერ კიდე მე და გოტე მახარაძე 60-იან წლებში და მე კიდე მე და ჩემს სხვა კოლეგებს ჯუღელთან, თემურ ჯაფარიძესთან და სხვებთან ერთად. მე არასდროს არ მავიწყდება ის სითბო, ის სიყვარული, რაც ხდებოდა აფხაზეთში, რაც ხდებოდა სოხუმში. გაგრაში, ოჩამჩირეში, ლესელიძეში, სადაც ყველა სპორტული კლუბი იკრიბებოდა ზაფხულობით და დიდი შეჯიბრებების წინ იქ გადიოდნენ აი მომზადების ეტაპს და მე ვიყავი მათთან ერთად, ყველა სახეობის წარმომადგენლებთან. მე მით უმეტეს რომ გიგლა ხუხაშვილის ოჯახის წევრები იყვნენ სოხუმიდან, რა თქმა უნდა, სოხუმთან მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება. უამრავი ქართველი ებრაელი ცხოვრობდა. ყველა ქალაქში და სოხუმს ვეფერები ყოველთვის, აფხაზეთს ვეფერები ყოველთვის, იმიტომ რომ მე ვიყავი ერთ-ერთი, როდესაც აი სწორედ აფხაზეთის უნივერსიტეტი, როდესაც დაარსდა და როცა დაისახეს მიზნად სპორტული ცხოვრების გაძლიერება, ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ვეხმარებოდი მაქსიმალურად, რომ სოხუმის კალათბურთთა კლუბი ყოფილიყო. სხვადასხვა სპორტული გუნდები ყოფილიყვნენ და მე ასე ვიქნები ყოველთვის. ასე ვარ და მიხარია რომ დღეს აი ესეთ გენიალურ საღამოს სრულიად შემთხვევით დაესწრო რომ სოფლიოს მთავარი რაბინი ებრაელების, ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი თავის ჩინებული ქართულით და ჩვენი შაბთაი ცური, ასევე ქართველი ებრაელი საქართველოში დაბადებული ელჩი სრულფლებიანი. აი ეს დამთხევა შემთხვევით არ ხდება და ზურაბ ხონელიძეს დიდი მადლობა. ყველა რეპორტაჟი ვამბობ ხოლმე, რომ მე აუცილებლად მეღირსება სოხუმიდან რეპორტაჟის საყვარა. ურთიერთობა იყო ისეთი, რომ ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ოდესმე ჩვენ შეიძლება აი ასეთი ფინალის არ ვიტყვი, იმიტომ რომ ფინალი იქნება მშვიდობიანი. ნახევარფინალის მოწმე შეიძლება გამხდარიყავით, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით აფხაზეთის ამ გენიალური და ლამაზი მიწაწყლის გარეშე. მაინც იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის ცენტრალური სტადიონიდან მაინც ოდესმე წავიყვან რეპორტაჟს. მოვესწრები მიუხედავად იმისა, რომ წლებში ვარ შესული და უკვე 52 წლის სტაჟი მაქვს, ალბათ მაინც სიმბოლურად შეიძლება ეს რეპორტაჟი მეც წამოყვაინო როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბებერს და ერთ-ერთ ყველაზე ასაკოვანს. თქვენ ახლა ხედავთ ჯამილეთ ხუხაშვილის მე და ნიკა გაბელიას კომენტატორებს, რომლებიც წაუძღვებით დღევანდელი შეხვედრის რეპორტაჟს და ლაბარაკობს და აჩვენებს სოხუმი. ჩვენ აი ასე ვიწყებდით, ესე დავიწყებთ, სხვადასხვა ნუგზარ ჯუღელმაც თქვა, რომ მე მაინც დავბრუნდები და მაინც წავიყვან. ლაბარაკობს და აჩვენებს სოხუმი და მეც ვიმეორებ და ჩემი ხმის წევრით, რომ დავიწყებ ასე ლაბარაკობს და აჩვენებს გაგერა, ლაბარაკობს და აჩვენებს სოხუმი, ლაბარაკობს და აჩვენებს ლესელიძე.